ყველას უყვარს ცივი საზამთრო ზაფხულის ცხელ დღეებში. ზღვის პროდუქტი სეზონური ხილით და პასტა პიტნის სოუსით. ბეკონში გამომცხვარი ნესვი და ღორის სტეიკი ატმის სოუსით. დაგჭირდება 150 გრამი ნესვი, ბეკონი 100 გრამი, ღორის ანტრიკოტი 500 გრამი და ზეითუნის ზეთი 40 მილილიტრი. ვამზადებთ ატმის სოუსს. გჭირდება 150 გრამი ატამი, 30 გრამი ყავისფერი შაქარი, დოგვის მარცვლები 2 გრამი, ჯინჯერი, პაპრიკა და მარილი გემოვნებით. ნესვი და ბეკონი, ატამი და ღორის ხორცი. ხო, წარმოუდგენელი კომბინაცია, მაგრამ ძალიან უხდება ერთმანეთს. დავიწყეთ. პირველ რიგში მოვამზადოთ ნესვი. გადავჭრათ. ნესვს რომ გავასუფთავებთ, უნდა გადავახვიოთ ბეკონში. მერე გრილზე დავბრაწავთ და აი ეს ბეკონის და ნესვის არომატი გაერთიანდება და მივიღებთ მართლა ძალიან საინტერესო და გემრიელ კომბინაციას. გაუსწოროთ გვერდები სიმეტრიულად ნესვს. აი ესეთ ფორმაზე უნდა მოვჭრათ ნესვი. ნესვი მზად გვაქვს. აქ მაქვს ბეკონი. თითო სლაისი ავიღოთ და გადავახვიოთ ნესვი. ერთი ცალი მზად არის. ნესვს ძალიან უხდება ბეკონის გარდა პროშუტოც. პროშუტოს უკვე დაბრაწვა არ ჭირდება, პირდაპირ შეგიძლიათ კანაპე მოამზადოთ ნესვის და პროშუტოს. გავახვიეთ ბოლო ნესვიც ბეკონში. ჯერ არ შევწვათ, პირველ რიგში უნდა შევწვათ ღორის სტეიკი. ეს არის ანტრიკოტის ნაჭერი, რომელსაც უბრალოდ მარილს, პაპრიკას და ზეითუნის ზეთს გავუკეთებ. მარილი, პაპრიკა, ხელით გადავანაწილებ. გრილი კარგად გავახურე. ზეთი. ცოტა ზეთი ხორცსაც მოვასხათ და გადავიტანოთ გახურებულ გრილზე. აქ არის დაახლოებით 250 გრამიანი სტეიკი. სანამ სტეიკები იწვება, დროს არ ვკარგავთ და ვამზადებთ ატმის სოუსს. პლუს ატამს დავუმატებთ დოგვის მარცვლებს და კოჭას და გამოგვივა მოდკბო ცოტა მოცხარო სოუსი. დავიწყეთ. პირველ რიგში გავთავოთ ატამი. მარტო რბილი ნაწილი დაგჭირდება. სულ დამჭირდება 2 ცალი ატამი ამ პორციისთვის. ავანთოთ ცეცხლი და ჩავყაროთ დაახლოებით 30 გრამი ყავისფერი შაქარი. სანამ შაქარი დნება, გავჭრათ ატამი. დავჭრათ პატარა კუბებად. გადავიტანოთ დაჭრილი ატამი ჯამში. ატამი ახლა თავის წვენსაც გაუშვებს, პლუს მოხდება კარამელიზირება ატმის. ამოვატრიალოთ სტეიკი. ძალიან მაგარია. კარგად დაიბრაცა სამ მხარეს. დაახლოებით 5 წუთი სჭირდება ერთ მხარეს და მეორე მხარესაც 5 წუთი, რომ კარგად დაიბრაწოს ორივე მხრიდან სტეიკი. ღორის ხორცი უნდა კარგად შეიწვას. შეიძლება ოდნავ ვარდისფერი დარჩეს, ეს კარგია, მაგრამ სასურველია, რომ ბოლომდე შემწვარი იყოს. სოუსს დავუმატოთ სუნელები, ცოტა პაპრიკა, დოგვის მარცვლები,
დაახლოებით 2 გრამი, კოჭა და ცოტა მარილი. სულ ცოტა. ამოურიოთ соус. ძალიან მაგარი არომატი აქვს. კოჭას არომატი ეგრევე იგრძნობა, რადგან ყველაზე მძაფრი არომატი მასა აქვს, მაგრამ ატმისა ეს რბილი, მოტკბო სურნელი მაინც კარგად არის დაბალანსებული. соуსი თითქმის მზად არის. სტეიკები შემიძლია ოდნავ ჩამოვწიო და დავიწყო ბეკონში გადახვეული ნესვის დაბრაწვა. გადავიტანოთ ნესვი გადახვეული ბეკონში. შემწვარი ბეკონის არომატზე ვგიჟდები. შევეცადო რომ ყველა დავწიო. აი, როგორ მინდა რომ გრძნობდეთ ამ არომატს. ეს რაღაც წარმოუდგენელია მართლა. соуსი მზად არის. 2 წუთში უკვე ამოვატრიალებ ნესვს. ბეკონის ცხიმით ღვება, აი აქ მოგროვდა ეს ბეკონის გემო, რომელსაც მოვასხავთ ზემოდან. ამოვატრიალოთ. შევეცადოთ რომ სწრაფად მოვამზადოთ, რადგან ბეკონი შეიძლება გაიშალოს. კარგად დაიბრაცა უკვე ბეკონი ორივე მხრიდან. პირველ რიგში ნესვი და ბეკონი გადმოვიტანოთ დაფაზე. კიდე დაახლოებით 2 წუთი დავბრაწოთ და მზად არის. შეგვიძლია უკვე სერვირებისთვის ავარჩიოთ თებში, 2 წუთში დავასრულებთ კერძს. დავიწყოთ სერვირება. გამოვხსნოთ უკვე გრილიც. პირველ რიგში თებშზე დავალაგოთ ნესვი და ბეკონი. გადმოვიტანოთ სტეიკები. საკმაოდ არადიეტური კერძი გამომივიდა, მაგრამ ძალიან გემრიელი. მოვასხათ соуსი. მოტკბო, მოცხარო соуსი. ჯერ ატმები გადმოვიტანოთ. ნესვი ბეკონში ხორცის სტეიკი ატმის соуსით. უცნაური, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი მზად არის. ქათმის ფილე ჟოლო соуსით და მწვანე გარნირით. ქათმის ფილე 400 გრამი, ჟოლო 200 გრამი, წითელი ხახვი 1 თავი, ნიორი 1 კბილი, ნუში 100 გრამი, კარაქი 50 გრამი, ზეთი 30 მილილიტრი, დარიჩინი და შაქარი 1 სუფრის კოვზი, პაპრიკა, მარილი გემოვნებით. გარნირისთვის დაგჭირდება სალათის ფურცლები, ჟაუნა და პიტნა. ხორცი და ხილი, ეს არის ჩემი საყვარელი კომბინაცია. მით უმეტეს, როდესაც არის ახალი სეზონური ხილი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტები ჩავატაროთ. მე მოვამზადებ ქათმის სალათას ჟოლო соуსით. ქათმის ფილე დაახლოებით 300-400 გრამი. რა თქმა უნდა, უნდა გავასუფთავოთ კანისგან. გავასუფთავებ ზედმეტი ქონისგან და ნაწილებისგან. დავჭრი გრძელ ნაჭრებად. დაახლოებით 1 ფილისგან გამოდის 4 კარგი ნაჭერი. ქათმის ფილე მზად არის. ამას მოვაყრი მარილს და ცოტა დარიჩინს. დარიჩინი არომატს მისცემს და უფრო მსუხეს გახდის. ორივე მხრიდან თანაბრად მარილი და დარიჩინი.
ავანთებ ცეცხლს. ჭირდება საშუალო სიმხურვალე, ცოტა ზეთი. ქათამი უფრო გემრიელი რო იყოს. კარაქი, დაახლოებით 20 გრამი, 20-30 გრამი. ბევრი ცხელი მაინც არ გვინდა. სანამ ქათამი იწვება, მე გავხსნი წითელ ხავს, ეს არომატული ხახვია, ტკბილი ხახვი. დიდებად დავჭრი და ქათამთან ერთად შევწვა. ქათამს მინდა ჰქონდეს ხახვის არომატი. ქათამს ამოვატრიალებ. მინდა რომ ოქროსფერი იყოს. ხახვი. და რა თქმა უნდა, სეზონური ხილი. ხილს გამოვიყენებ მე ჟოლოს, ჯერ კარგად ყოვზით გავჭყლიტავ წვენი რომ გამოვიდეს. ეს წვენი მერე გაუშვდება ქათამს და გახდება ძალიან გემრიელი. ცეცხლს დაუწევ აუცილებლად დაბალ ცეცხლზე. ცოტა მარილი გემოვნებით და შებოლილი პაპრიკა. სამ ქათამი იწვევა მოვამზადებ ნუშის ფქვილს. ძალიან მარტივად უბრალოდ გავხეხავ და ამ ნუშის ფქვილს გამოვიყენებ სალათის соусისთვის. ცოტა საწვალებელია, ინდივიდუალურად უნდა გახეხოთ, ან კიდევ მარტივად ბლენდერში შეგიძლიათ, ან ყავის საფქვავში. დაახლოებით 3-4 სუფრის კოუზი ნუშის ფქვილი მზად არის, მეყოფა. 1 კბილი ნიორი. ამასაც გავხეხავ. ქათამი უკვე კარგად ჩაიშუშა, შემიძლია გამოვთო, ქათამი ამოვიღო და გავაცივო. შემწვარია, კარგი ვარდისფერი აქვს, ჟოლოთი არის გაჟღენთილი. ქათამი ფერზეც კი ეტყობა. ქათამს გავაციებ, ამ წვენს გამოვიყენებ. უბრალოდ გადავწყვრავ პირველ რიგში. ეს იქნება სალათის соуსი, დრესინგი. წვრილი საცერი. ჟოლო соуსი გვაქვს, შემიძლია უკვე დავიწყოთ დრესინგის მომზადება. ცოტათი კარაქი, ბევრი არ მინდა, იმიტომ რომ თვითონ соус უკვე კარაქი აქვს. კარაქი დავადნე. ნუშის ფქვილი. 1 კბილი გახეხილი ნიორი. მოუბრაწავ. აქვე შეიძლება დავამატო 1 სუფრის კოვზი შაქარი. დავუმატებ ჟოლოს соус. გემრიელია. მზად არის. დაველოდები соуსის გაციებას. გამოვიყენებ რამდენიმე სახის სალათის ფოთოლს. აქვე მაქვს კიდევ ჟაუნა. ძირებს მოვაძრობ. თეფშზევე დავძენწავ. ცოტა ჟაუნა და პიტნის ფოთლები. რა თქმა უნდა, ქათამი.
ჟოლო соуს ძალიან უხდება ასევე კურდღელი, თევზიც და რა თქმა უნდა ქათმის ფილე. соуსი უკვე გაცივდა, соуსი არის ცოტა მოტკბო, მომჟაო, ზემოდან მოვასხავ. და ნუში. ქათამი ჟოლო соуსი და მწვანე გარნირით მზად არის. წითელი ბლის ჩიზ ბრაუნი. ვამზადებთ შოკოლადის ბისკვიტს. დაგჭირდება 200 გრამი შავი შოკოლადი. კარაქიც 200 გრამი. შაქარი 150 გრამი. 3 კვერცხის გული და 100 გრამი ბალი. ჩიზკეიქის მასა. დაგჭირდება ხაჭო 200 გრამი. არაჟანიც 200 გრამი. 200 გრამი შაქარი. 3 ცალი კვერცხი და ფქვილი 2 სუფრის კოვზი. გასაფორმებლად ბალი 100 გრამი. შოკოლადის და ალუბლის ნამცხვარი ჩიზკეიქის მასასთან ერთად. ყველაზე გემრიელი კომბინაცია. დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა მოამზადოთ შოკოლადის მასა. ორთქლის აბაზანაზე გავალყოთ შოკოლადი და კარაქი, 200 გრამი შავი შოკოლადი და 200 გრამი კარაქი. პარალელურად სანამ გალღვება შოკოლადი და კარაქი, ავთქვიფოთ 3 კვერცხი შაქართან ერთად. გავტეხოთ კვერცხი. ოდნავ გავთქვიფოთ და დავუმატოთ 150 გრამი შაქარი. დაახლოებით 1 წუთი შევხვიბოთ მასა, რომ შაქრის კრისტალები ოდნავ გაიხსნას. საკმარისია. ამოურიოთ ახლა შოკოლადს, რომ თანაბრად გავღვეს. პრინციპში ეს არის ბრაუნის მასა. ბალთან ერთად გამოვაცხობთ და ზემოდან დავასხავთ ჩიზკეიქის მასას და ეს ყველაფერი ერთად წვება ღუმელში. ძალიან მაგარი და ძალიან გემრიელი დესერტია. შოკოლადი და კარაქი გალყვა, გამორთოთ, გადმოვასხათ შოკოლადის მასა კვერცხში. სანამ თბილია, სწრაფად ამოურიოთ. დავუმატოთ ფქვილი 6 სუფრის კოვზი. ჯერ ეს გავხსნათ. და ბოლოს დავუმატოთ 100 გრამი ბალი. გასუფთავებული უყურყოთ. შოკოლადის და ბლის მასა მზად არის. ცოტა ხანი გადავდოთ გვერდზე და ვიწყებთ ჩიზკეიქის მასის მომზადებას. გავაცალკევთ 3 კვერცხის გული და ცილა. ჩიზკეიქის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს, მაგალითად ამ შემთხვევაში ეს ჩიზკეიქი წვება. არსებობს ისეთი ჩიზკეიქის რეცეპტები, რომელსაც გამოწყობა საერთოდ არ ჭირდება. ვუმატებთ კვერცხის გულებს ხაჭოს, დაახლოებით 200 გრამი ხაჭო და დავუმატოთ 200 გრამი არაჟანი. ეხლა ცალკე ავთქვიფოთ ცილა შაქართან ერთად. და დავუმატოთ შაქარი 200 გრამი. გავთქვიფოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ბეძეს მასას, კარგად უნდა გაიხსნას შაქარიც. ცილა უკვე კარგად გაიხსნა, შაქარიც გაიხსნა. მივიღეთ ესეთი სქელი, თეთრი ტრიალა მასა.
სულ ოდნავ მიქსერით გავთქვიფოთ ხაჭოს და არაჟნის მასაც. და ნელა-ნელა შევურიოთ ცილას. დაბალ სიჩქარეზე გავთქვიფოთ და დავუმატოთ 40 გრამი ფქვილი. ანუ 2 სუფრის კოლხი. ერთხელაც შევთქვიფოთ. ჩიზკეიკის მასა მზად არის, შოკოლადის მასაც გვაქვს. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ცხობა. პირველ რიგში ჩავასხათ შოკოლადის მასა. ბოლომდე არა, ცოტა უნდა დავიტოვოთ. ზემოდან დავასხათ ჩიზკეიკის მასა. და მერე ბოლოს ისევ შოკოლადის მასა. და უფრო ლამაზი და გემრიელი რო გამოვიდეს, ზემოდან დავალაგოთ ბლები. ვაცხობთ 150 გრადუსზე 1 საათით. გამოცხვა შოკოლადის და ჩიზკეიკის ნამცხვარი. ამოვიღოთ ფორმიდან. ძალიან ლამაზად გამოიყურება. შოკოლადის ძალიან ძაფრი და გემრიელი არომატი აქვს. გავჭრათ. აი ეს არის ძალიან მაგარი შოკოლადის და ჩიზკეიკის ნამცხვარი. აი ლამაზად ცოტათ ისეთი მსუყე და მძიმე დარჩა შოკოლადი, ნაზი ჩიზკეიკის მასა და ცოტათი მჟავე ბალი. უნდა გავსინჯო. ბევრი საქმე გვაქვს, ზურგზე გადმოატრიალებ თუ არა, სულელი თავს გაასუფთავ და კაკლის ხელა ნაჭრებად დაჭასუფთავ და სისტემა დაიწყება. მე ამოაბრუნებ და გრძელ დანას გავუკმეცებ გემზე ჩოჩქოლი ატყდა. მეზღვაურებს წყლის უზარმაზარი კუ დაეჭირათ. კორსიკის სამხრეთ წყლებში ბინადრობენ ეს ცხოველები. დიუმა საშინლად იყო აგზნებული. ბევრი საქმე გვაქვს. ზურგზე გადმოატრიალებ თუ არა, სულელი თავს გამოყოფს ბაკნიდან. ამასობაში წააწნი და 12 საათი კიდევ დაკიდებ, რომ სისტემა დაიწყება. მე ამოაბრუნებ და გრძელ დანას გავუკმეცებ და კუს ნახარს მიაცხავ. ხო, ნახარს 3-4 ჭიქა მადერა უნდა დაამატო. მადერა თუ არ გაქვს, მარსალაც შეიძლება. ერთი პატარა ჭიქა ჭაჭის არაყი, ან რომიც უნდა სულ ბოლოს. ხვალ ჩავიკოკოზინებთ ყელს ამ კერძით. ამის გაკეთებას ვფიქრობდი, მაგრამ შეუძლებელია უბრალოდ. კუს ვერ დავიჭერ. კორსიკაში ვერ წავალ ამის გამო. მაგრამ საკმაოდ გემრიელ კერძს მოვამზადებ ქათმით. ეგეთი ეჭვი მაქვს. კულინარია არის ჩემთვის პირადად არის ძალიან ფაქიზი ხელოვნება, რომელსაც სჭირდება ძალიან ფრთხილი მოპყრობა. ზოგადად კულინარია გავს ძალიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შეგვიძლია მივამსგავსოთ. ლიტერატურაში ძალიან ფართოდ ხდება კულინარია, სხვადასხვა ლიტერატურაში, მაგალითად ყველა ქართველს რაც ალბათ ეგრევე გაახსენდება არის ცნობილი დილემა ბოზბაში თუ ჩიხირთმა, რომელსაც არ აქვს ეს ცალსახა პასუხი ძნელია რომ გაცე. თვითონ კულინარია გვაძლევს, რაც მე მაგონებს ხოლმე ძალიან ლიტერატურას. ორი ნიშანი აქვს, ერთი რომ
ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის იძლევა, ანუ ერთ და იგივე საჭმელი შეიძლება გააკეთო ბევრნაირად, რაღაცა მიუმატო, რაც გამოაკლო და ასე შემდეგ. მეორე არის თვითონ ფენომენი, როცა იღებ რაღაც ერთ ცენტრალურ გემოს და შემოყავს რაღაცა სხვადასხვა გემოებს ისე აბალანსებ, რომ ეს თავარი გემო არ დაჩრდილოს, მაგრამ მიეხმაროს და ეფექტი გააძლიეროს. იგივე არის ხოლმე ლიტერატურაში, როცა აგებ დაუშვათ ძირითად ხაზს და მე რაღაც გვერდით ხაზები შემოყავს და აქაც არის ძალიან შეგრძნების მომენტი, მნიშვნელოვანი რომ გრძნობდე, სად არ უნდა გადააჭარბო და ასე შემდეგ. იმდენად შთამბეჭდავია თვითონ კულინარია ჩემთვის, რომ მეც გადავწყვიტე, რომ ჩემ შემოქმედებაში ასე ვთქვათ გავომეყენებინა და ეხლა რასაც გიმზადებთ, არის ჩემ ახალ რომანში, სადაც პერსონაჟი რჩხუბარი არის თავის შეყვარებულთან, ასე ვთქვათ, girlfriend-თან და შერიგების კერძს აკეთებს, არის მსუბუქი სალათი, რომელიც ნახევრად ცოცხალი პროდუქტებით კეთდება, ანუ ვიყენებ ცოცხალ სალათის ფურცელს, ხავსს, წიწაკას და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ეს ქათამი, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და ამიტომ ზაფხულისთვის განსაკუთრებით ძალიან მისწრება არის, ასე მომზადება ქათმის. წავ ბალზამიკოში, მე ვთუშავ ბულგარულ წიწაკას და ბროკოლის, ან შეიძლება მწვანე ვაშლიც უქნა, იმიტომ ძალიან უხდება და უკეთებ სოუსს არაჟნით, ცოტა თაფლით შეიძლება უქნათ, სუნელები, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ბალზამიკო და სოიოს სოსი. მნიშვნელოვანი რომ არ ვიყენებ საერთოდ ამ სალათის მომზადებაში მარილს. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის წერის დასრულების მერე, როცა პირველი უკავშირი გაქვს მკითხველთან და ანუ შენ რაც ჩადე იმისი პასუხი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს. მეორე არის ხოლმე სამზარეულოშიც იგივე ხდება, რაც სამზადებ შენი გემოვნებით და ფანტაზიით რაღაცებს, ასე ვთქვათ, მიქსავ და მე ზუსტად ისეთივე შეგრძნებას ვადებს, რომ ელოდები ჭამენ შეფასებას, ასე ვთქვათ. ეხლა გავსინჯავ, რა დავწერე, რა გამომივიდა. კარგ ლიტერატურას უხდება კარგი სამზარეულო, შემიძლია ესეთი რეკომენდაციაც მოგცეთ.